დღეს არის შაბათი. დღეს არის 25 აპრილი, საეკლესიო კალენდრით, ეს არის 12 აპრილი, 2026 წელი და ეს იმას ნიშნავს, რომ დღეს არის მე-40 დღე გარდაცვალებიდან სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმაფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის დიდისა მეუფისა მამისა ჩვენისა ილიასი, ილია მეორის მე-40 დღე არის. რა გითხრათ, მე ხშირად ამბობენ, ეხლა დღეს დღეები გაისმის, რომ აი ეპოქა დამთავრდა და ზოგიერთს რომ ახალი ეპოქა იწყება. მე კიდე პირიქით ვიტყოდი, რომ ეპოქა ეხლა იწყება სინამდვილეში. ეხლა იწყება, იმიტომ რომ ერთი არის რაც გააკეთა პატრიარქმა 50 და უფრო მეტად კი 70 წლის განმავლობაში თავისი საეკლესიო მოღვაწეობის და მეორე არის ის, რომ ჩვენ რა გავიგეთ აქედან და ჩვენ რა მივიღეთ და ჩვენ როგორ აღვიქვამთ ამას და ეს ახლა იწყება სწორედ. ეს იწყება ხა ამისი გაცნობიერება, ამისი გაგება და ამიტომ მე ახლა ამაზე აღარ ვისაუბრებ. ამას ცალკე საუბრები ეკუთვნის და მეც ვცდილობ რომ ვისაუბრო. დღევანდელი წმინდანების შესახებ მაინც მინდა რომ მოგითხროთ, უფრო სწორედ გითხრათ ის რომ ფაქტიურად ჩვენ დღევანდელ წმინდანებზე გვისაუბრია, ეს არის 62 საუბარი და დღეს ვიზეც გვაქვს ნასაუბრები, ეს არის წმინდა ისააკ ასური, სპოლეტელი და წმინდა იულიუსი რომის პაპი. და ფაქტიურად ჩვენ ამოვწურეთ ფაქტიურად ეს წმინდა ნაწილები, რომლებიც ჩვენ გაგვაჩნია, ყოველ შემთხვევაში რომელიც ჩვენ ვიცით რო გვაქვს, თორემ კიდევ ჩვენ ბევრი წმინდა ნაწილი, რომელსაც თანდათანობით ვიკვლევთ. აი სწორედ დღეს არის ასეთი შემთხვევა. ანუ ესე იგი მე ამ წმინდანებზე არ შევჩერდები, სამაგიეროდ ორი წმინდანის შესახებ მინდა დღეს რომ მოგითხროთ. ერთის ხსენება იყო ესე იგი 9 აპრილს, დღეს არის 12 აპრილი, ხო? 9 აპრილს და მეორეს იყო 11 აპრილს, ანუ გუში. ხო და აი ამ ორი წმინდანის შესახებ მინდა მოგიყვეთ და აი ესე იგი ეს არის პირველი ვის შესახებაც მინდა გესაუბროთ, ეს არის ღირსმოწამე, ანუ ღირსი დედა, რომელიც მოწამეობრივად აღესრულა და მისი სახელია ოლიმპია. ოლიმპია კუნძულ ლესბოსიდან. მე უნდა მოგიყვეთ ყველაფერი, მაგრამ აი კიდევ ერთი დიდი გაკვირვებით მინდა მოგახსენოთ, რომ აი ფაქტურად ჩვენ ამოვწურეთ, ხო? აი 7 წელია მე ყოველ შაბათს გიყვებით მიწმინდანების შესახებ, ვისაც ვიხსენებთ. და აი ესე იგი არ ილევა იცით რა, რომ აი ეხლა დღეს უნდა გითხრათ ესეთი, რომ აი მსგავსი მე არ მახსოვს. ეს რაღაცა უნიკალური შემთხვევაა ეკლესიის ისტორიაში, კი რა თქმა უნდა, ეხლა მე გამოცხადებაზე მკლაპარაკი, ამის გარეშე არც არსებობს, ხო, წმინდანთა ცხოვრება ძირითადად ამ გამოცხადებებზეა დამყარებული, მაგრამ ღირსი დედა ოლიმპია, რომელიც 1235 წელს აღესრულა, 1235 წელია მეკობრეების თავდასხმის შედეგად აი ამ კუნძულ ლესბოსზე, აი მათ აოხრეს ის მონასტერი, რომელშიც იგი მოღვაწეობდა, კარეის მონასტერი, ესე ქვია, კარეის მონასტერი. აი ეს ამბებს მოგიყვეთ, ოღონდ არაფერი ვიცოდით მათ შესახებ და უფრო სწორედ საოცარი ამბავია, ესე იგი საოცარი ამბავია, რომ ეს იყო მონასტერი, რომელიც 1235 წელს დედათა მონასტერი იყო, რომელიც აოხრეს ამ პირატებმა და 30-მდე იყვნენ 30 მონაზონი მოღვაწეობდა ამ მონასტერში და ამ მეკობრეებმა აოხრეს და შემდეგ მაინც მოდიოდნენ ესე აღარ უცხოვრიათ. ყოველ შემთხვევაში დედათა მონასტერი აღარ ყოფილა ამის შემდეგ, აი ამის გამო.
და მე მამათა მონასტერი იყო და იქაც მე მოხდა კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ მამები დასახლდნენ იქა და აი ზუსტად ესე განმეორდა თურქების თავდასხმა იყო 10 წლის შემდეგ 1453 წელია ხო კონსტანტინოპოლის დაცემა და ამის შემდეგ მამები მოღვაწეობდნენ იქა და ესინიც დახოცეს და საერთოდ აოხრეს შემდეგ იქაურობა და იქ უკვე მე ნანგრევების მეტი არაფერი აღარ იყო ამ კარეის მთა ესე ქვია და აი საოცარ ამას გეტყვით ახლა აი საოცარს და დაუჯერებელ რაღაცას მაგრამ ფაქტია რა ესე იგი მივიწყებას მიეცა ცხადია ნუ გავიდა საუკუნეები და მივიწყებას მიეცა უბრალოდ აი ამ კუნძულ ლესბოსზე იცოდნენ ნუ იციან და ნუ დღეს სხვა ვითარებაა რომ აი ამ ნანგრევები იყო და როდესღაც აქ რაღაც მონასტერი იყო აი რაღაც ესე და წარმოიდგინეთ ესე იგი 1959 წელია 1959 წელი ნუ აი გუშინდელი დღე და დაიწყო გამოცხადებები აი ამაზე უნდა მოგიყვეთ ახლა გამოცხადებები დაიწყო და 1961 წელს დაიწყო გათხრები ამ მონასტერს გამოცხადებების საფუძველზე და ნუ აღმოაჩინეს ჯერ აი ეს ბოლოფენა ესე იგი შრე წმინდა ნაწილები ამოაბრძანეს და ამის შემდეგ გააგრძელეს გათხრები 1962 წელს და იპოვეს ესე იგი აი ეს პირველი მონასტერი დედათა მონასტერი როდესაც იღუმენია ოლიმპია ცხოვრობდა და აღმოაჩინეს ყველაფერი ეხლა ეს როგორ მიხვდნენ რა იყო ამას ეხლა ეს უნდა მოგიყვეთ და ოღონდ აი თავარი აქ რა არის ამ ყველაფერში რომ არაფერი არ იცოდნენ აი ეს გამოცხადებების სერია დაიწყო ერთ ადამიანს გამოეცხადა მეორე ადამიანს მესამე მეოთხე მეხუთე ესე იგი აი დაიწყო ეს გამოცხადებები რა თქმა უნდა ეკლესია შემდეგ დაინტერესდა მიტროპოლიტი ჩამობძანდა ამის ანახავად ყველაფრის და ესე იგი აი ეს დაიწერა ეს ყველაფერი და აი ამის საფუძველზე მოხდა ამ წმინდანების ესე იგი დედათა და შემდეგ მოგვიანებით მამათა მონასტრების წმინდანების სახელები ვიცით ცხოვრება ვიცით მათი ოღონდ ყველაფერი ვიცით მხოლოდ ამ გამოცხადება როგორ ესიზმრებოდათ რა დაესიზმრებოდა მოყვებოდა მოყვებოდა და ერთის მონაყოლი მეორეს მონაყოლს ავსებდა განმარტებას უკეთებდა და მოკლედ საბოლოო ჯამში ხო ეხა ნუ მე შესავალს ვაკეთებ ჯერ თორე ეხა მოგიყვებით ესე იგი ადამიანებმა პირადად გაიცნეს ეს წმინდანები სახეზე მათი ცხოვრება ყველაფერი ეხლა უკვე ვიცით მე მოგიყვებით მხოლოდ ოლიმპიას შესახებ იღუმენია ოლიმპიას შესახებ იმიტომ რომ მისი წმინდა ნაწილი გაგვეჩნია შემდეგ გაჩვენებთ ამ წმინდა ნაწილს და ამიტომ სხვა წმინდანებზე ნაკლებად ამ წმინდანებზე თუმცა ძალიან საინტერესო ისტორია და აი ამ ოლიმპიას შესახებ მინდა მოგიყვეთ ვინ იყო ღირსმოწამე ღირსი დედა ოლიმპია და ნუ ვესწრები რომ მოკლედ აი რაღაცნაირად აი საუბარში ეს ამოვწურო მთლიანად ეს თემა ოღონდ კიდევ ერთხელ მინდა გავუსვა ხაზი რომ მე როდესაც წმინდანების შესახებ გიყვებით ყოველთვის პირველ წყაროებს გისახელებთ რამდენადაც შესაძლებელია საიდან ვიცით ეს ამბები და ამას მე გისახელებთ აი დღეს პირველ წყარო არის სიზმრები გამოცხადებები რომელიც ეკლესიამ ცნო იმიტომ რომ შეუძლებელი იყო სხვანაირად რომელიც 1959 წელს დაიწყო 1959 წელს დაიწყო ეს გამოცხადებები ვის გამოეცხადა როგორ აი ეს ყველაფერს მოგიყვებით ახლა ესე იგი ნუ საუბარია მოკლედ იღუმენია ოლიმპიაზე იგი იყო ესე იგი ნუ ეს როგორც მოგახსენეთ 1235 წელს აღესრულა და 9 აპრილს არის მისი ხსენება, უბრალოდ 9 აპრილს არის წმინდა ნაწილების აღმოყვანება და 11 მაისს არის მისი აღსრულების დღე. ეს ყველაფერი თვითონ ოლიმპიამ გვაუწყა ჩვენ ადამიანებს.
ფილოთეოსი ერქვა მამას, მღვდელი იყო მამამისი და ცხოვრობდა პელოპონესის ნახევარკუნძულზე. ჩვენ ახლა საბერძნეთში ვართ, რაღაცა რუკებს გაჩვენებთ უკვე კუნძულ ლესბოსზე რო გადავალთ, კუნძულ ლესბოსის შესახებ რო უნდა მოგიყვეთ და ეს ოჯახი თავის დროზე კონსტანტინოპოლიდან გადმოსახლდა აი პელოპონესის ნახევარკუნძულზე და 10 წლის იყო ოლიმპია, როდესაც ორივე მშობელი გარდაეცვალა და ნათესავებმა გააგზავნეს, იგი აი ამ სწორედ აი ამ პელოპონესიდან გააგზავნეს კუნძულ ლესბოსზე, სადაც მისი დეიდა იყო იღუმენია და თერმი არის ესეთი ადგილი, ამას ყოფს ხო გაჩვენებთ, თერმი და იქ არის აი ამ თერმისთან ახლოს არის მონასტერი წმინდა რაფაელის სახელობის. აი ეს წმინდა რაფაელიც სწორედ ის იყო აი ამ მამათა მონასტრის განმაახლებელი, ანუ მონასტრის განმაახლებელი, რომელიც შემდეგ მამათა მონასტერი გახდა და ესე იგი 10 წლის იყო, როდესაც გააგზავნეს აი ეხლა ჩვენ ისევ დავბრუნდეთ დედათა მონასტერში. დღეს არის ეს ადგილი, ესე ვქვია, წმინდა რაფაელის მონასტერი, არსებობს ეს ყველაფერი, გათხრილია რაღაც, მაგრამ თავიდან ესე იგი ჩვენ ვართ 13 საუკუნის დასაწყისში და აი ამ მონასტერში, ამ კარიის მონასტერში მოღვაწეობდა დეიდა ოლიმპიასი და 10 წლის იყო რომ გააგზავნეს, 19 წლისა გააგზავნეს რო ესწავლა და რაღაც, მაგრამ მან მოიწონა ძალიან მონასტრული ცხოვრება. 19 წლის იყო, როდესაც აღიკვეცა მონაზვნად ოლიმპია და 6 წლის შემდეგ აქედან ეს დეიდა იღუმენია გარდაიცვალა და ოლიმპია გახდა ამ მონასტრის იღუმენია 25 წლის ასაკში. და 1235 წელს მოკლედ ეს თურქი მეკობრეები დაესხნენ თავს ამ ადგილს და საშინლად აწამეს. ეხლა მე მოკლედ გიყვებით ძალიან, მის ცხოვრებას, მაგრამ აუცილებლად უნდა მოგიყვეთ როგორ და რა ვითარებაში მოხდა ეს გამოცხადება, რომ ესე იგი, ხო, სპეციალურად უსვამეს, ახლა სულ სიზმრები უნდა მოგიყვეთ, ხო, რაღაც ცოტათი ოდნავ ირონია დაყვება ამ სიტყვებს, მაგრამ აი რომ მოგიყვებით ამ სიზმრებს, აბსოლუტურად გაგიქრებათ ყველანაირი ხუმრობის და იუმორის რაღაცა შეგრძნება, საოცარი ამბავი უნდა მოგიყვეთ, აი საოცარი. თვითონ ერთი რო ამ ოლიმპიას ამბებია ძალიან შთამბეშტავი და მეორე ეს გამოცხადებები არის, ნუ აი იცით როგორი, არ ვიცი ახლა მე ეს აღარ გამირკვევა, დღეს თუ კიდევ ვინმე არის იქიდან ცოცხალი, ალბათ აღარ, შეიძლება კი, არ ვიცი მოკლედ, აი თუ ვინმეს ახსოვს უშუალოდ, ან თუ კიდე ნუ აქ წერია რომ გრძელდებოდა მე ეს გამოცხადებები კიდე მერეც. მოკლედ ეფროსინია, ესე იგი ეს არის მონაზონი, ასაკოვანი მონაზონი იყო, რომელიც საშინლად აწამეს და ბოლოს ხეზე ჩამოკიდეს და ცეცხლი მოუკიდეს და ისე და აღესრულა და ეს ოლიმპია, რომელსაც სანთლებით გააშიშვლეს, სანთლებით ტანს უწყავდნენ და ამის შემდეგ არ ვიცი ესე იგი რა ის არის ეს აი ესე იგი რომ ნახე აი სიტყვა რაც არის ნახმარი, ესე იგი ეს არის ნუ რაღაცა რკინები, არმატურები, აი არმატურა იცით რაც არის ყველა სამშენებლო იმაში რო იყენებენ დღეს, აი ესეთი რკინისწვრილი ჯოხები, რომელსაც არ ვიცი ალბათ მაშინას რაღაცისთვის იყენებდნენ, აი ეს როგორ თელტანში და თავში როგორ გაუყარეს და აი რაღაც ის ჩააჭედეს და კიდე სამი ლურსმანი ჩააჭედეს, ესე იგი თავში და ტანში და მოკლედ აი რკინები ჩაარჭეს და მე მოგვიანებით ეს ეფროსის ოლიმპია ყვება რომ აი რო იპოვეს მისი სხეული მორწმუნეებმა და უნდა სადეს ამოგლეჯა ამ რკინების რა და ანუ არ გამოვიდნენ როგორც კი დაიწყეს ამოღება სხეული დაიფლითა ისე იყო ჩარჭო
და დარჩა ესენი და მე უკვე ჩონჩხისგან განაცალკევეს, როდესაც უკვე გახსნეს საფლავი და იპოვეს. ნუ ყურებში გაუყარეს ეს და ესე აღესრულა და კიდევ 30 მონაზონი მათთან ერთად. ეს ახლა მოკლედ გიყვებით და გადავალ ახლა უფრო დაწვრილებით და მოგვიანებით მე როგორც მოგახსენეთ ჯერიხო და განდეგილი რუფინუსი დასახლდა ამ ადგილზე და ხოლო 1453 წელს როდესაც მოხდა კონსტანტინოპოლის დაცემა, არქიმანდრიტი რაფაელი თავისი თანამგზავრ ნიკოლოსთან ერთად დასახლდა აქ ამ მიტოვებულ მონასტერში ლესბოსზე, მაგრამ 1473 წელს თურქები კიდევ ერთხელ დაესხნენ და საერთოდ საბოლოოდ გაანადგურეს და ესე იგი ესენის დახოცეს, რა თქმა უნდა, ესენის დახოცეს. ნუ ამათი ისტორია კიდე ცალკე ისტორია რაფაელის. სამწუხაროდ არ აქვს წმინდა ნაწილი. და მოკლედ და 59 წელს როგორც მოგახსენეთ, აღმოაჩინეს ამ ჯერ რაფაელის წმინდა ნაწილების აფლავი და უკვე მერე ონოგვიან აღმოაჩინეს ოლიმპიასი. და მე ხა გადავდივარ ქალბატონი არის ვასილიკი, ესე ქვია. ვასილიკი რალი არის მისი სახელი, ბერძენი ქალბატონია, ვასილიკი რალი, რომელსაც უშუალოდ ეცხადებოდა ოლიმპია ასევე თვითონ, მაგრამ ამ ქალბატონმა გამოიჩინა რაღაც არაჩვეულებრივი ლიტერატურული რაღაც უნარები თუ ნიჭი და ნუ მოკლედ ამას აქვს ლესბოსელი მოწამეები. ესეთი წიგნი აქვს დაწერილი, რომელიც არის სხვათაშორის რუსულადაც თარგმნილი, თორე ბერძნულად არის დაწერილი, სამწუხაროდ მე ბერძნულ ორიგინალზე, ნუ ვერ ვკითხულობ, ესე არ ვიცი ბერძნული ენა, რომ ეს ორიგინალში წავიკითხო და აი რუსული ტექსტი ვიპოვე და მოვიძიე და იმის მიხედვით მოგიყვებით ახლა ამ ქალბატონი ვასილიკი რალის წიგნის მიხედვით და მისი მონათხრობის მიხედვით. და ნუ მოკლედ ეს გვიყვება ქალბატონი ვასილიკი ესეთ რამეს, რომ ეს როგორც მოგახსენეთ, ჯერ ეს კარეის მონასტერი ჯერ იყო და დედათა მონასტერი იყო 1235 წელს დაარბიეს და ამის შემდეგ ესე იგი ნუ აი როგორც მოგახსენეთ 1959 წლიდან დაიწყო ეს გამოცხადებები. პირველი გამოცხადებები იყო ამ 59 წელს ორ ადამიანს ცალ-ცალკე ერთი და იგივე სიზმარი დაესიზმრა და ესეთი უცნაური რაღაცა გაიგეს მაშინ პირველად ადამიანებმა, რომ ეს მონასტერი, აი კარეის მონასტერი, რომელიც ამათმა იციან გადმოცემით მამათა მონასტერი იყო. ნუ ხალხში ესეა ყოველ შემთხვევაში რა და რომ ეს ქალბატონს დაუახსებია, ვიღაც დედოფალმა დააარსაო ესეთი გამოცხადება ქონდა, ეხლა მოგიყებით ვის. ესე იგი, ეს იყო დელმონაზონი სუიულძისი გვარად პახუმი, რომელიც პირგი არის აი ამ თერმთან ახლოს, სოფელი პირგი და მას გამოეცხადა ძილში წმინდა ირინე, რომელიც იყო ბავშვი, რომელიც ასევე აწამეს, ესე იგი, რომელიც იყო თანამგზავრი, აი ნიკოლოზი და რაფაელი რომ გითხარით, აი მათთან ერთად ეს წმინდა ირინე აწამეს და ეს გამოეცხადა მოკლედ აი ამ პახუმის და ხელით მოყავდა ვიღაც მონაზონი და ეს პახუმი მკითხა თუ საიდან არის. ეხლა მე ჯერ გაჩვენებთ აი ამას, აი ეს არის. ნახეთ. ეხლა ეს საბერძნეთი, აი ათენი აქ არის, აი აქ არის აი ამ ადგილზე არის ათენი. და შემოხაზული არის კუნძული ლესბოსი. თურქეთის სანაპიროსთან უფრო ახლოს არის. აი კიდე გავოდიდოთ, აი ეს ლესბოსი
აი აქ არის ხა შემოხაზული უკვე ეს თერმისადაც არის, სადაც ეს პახუმი მსახურობდა და ასევე აი ცოტა მოშორები ოდნავ გვერდზე არის აი სწორედ ამ რაფაელის მონასტერი. ანუ ეს კარეის მთა და ეს მონასტერი და აი კიდე უფრო გადიდებულად გაჩვენებთ როგორ არის აი ეს. აი ესე რომ წარმოიდგინოთ ახლა სადავართ გეოგრაფიულად. და მოკლედ გამოეცხადა და გამოეცხადა და ესე იგი ეს პახუმი ეკითხება ძილში. ძილში ეკითხება რომ ვიმბრძანდებითო თქვენო და ეს ეუბნება მე ვარ მონოზონი ოლიმპია და ირინემ კი ამ ბავშვმა უთხრა რომ ეს არის კარეის მონასტრის დამაარსებელი. აი აქ სხვათა შორის შეყომდა ცოტა ესე იგი შეფიქრიან და ეს პახუმი, იმიტომ რომ თქვა რომ ეს ხომ მამათა მონასტერი იყო შემდეგ თავის დედა ქალი მონაზონი როგორ არის ხა მისი დამაარსებელი და ესეთი რამე საერთოდ ეს მინდა გითხრათ რომ ჩვენც უნდა გვახსოვდეს და ყველამ ძალიან კარგად იცის რომ ამ სიზმრებს ჩვენ ესე იგი არ ვენდობით პირდაპირ რა თქმა უნდა და ამ სიზმრა ძალიან კარგი სიზმარი იყო მაგრამ უნდა შევიცადოთ ესე რომ ვთქვათ რა და ამანაც ესე გააკეთა ჩათვალა რომ ეს არ იყო ღვთისგან ეს სიზმარი იმიტომ რომ გაუგებარი ამბავია რომ ხა მამათა მონასტერი მონაზონმა როგორ დაარსა და გადაწყვიტა რომ არავისთვის არაფერი ეთქვა საერთოდ ნახა სიზმარი მე ირკვევა თურმე ეს ყველაფერი და ახლა გეტყვით რატო და როგორ გაირკვა და ნახა მოკლედ ესეთი სიზმარი და აი ესე იგი ეს ვასილიკი ქალბატონი ვასილიკი ყვება რომ ზუსტად იმ დღეებში მედამე სიზმრა ეს ვასილიკი ყვება ახლა უკვე თავის სიზმარს და ესე იგი ამასაც იგივე ირინე გამოეცხადა ეს ბავშვი ირინე გამოეცხადა და უყვება ამ ვასილიკის ესე იგი ეს ვასილიკი ყვება რომ მე დამე სიზმრა ის სიზმარი რომელმაც შემდეგ ამ ზაქარიას სიზმარი ახსნა ფაქტიურად და აი როგორ გაირკვა ეს ამბავი ახლა მოგიყვებით დეტალურად გიყვებით იმიტომ რომ როგორც მოგახსენეთ აი თვითონ ეს გამოცხადება არის ძალიან შთამბეჭდავი როგორ მოხდა რა ხო და მოკლედ ეს გამოეცხადა და ეუბნება ვასილიკი ესე იგი კარეის მონასტერი ახლა ირინე ეცხადება ცალკე და ეუბნება რომ კარეის მონასტერი თავდაპირველად დედათა მონასტერი იყო და ერთხელაც ღამით აი ეს უცხოელი პირატები, ანუ ესე იგი ეს მეკობრეები დაესხენ თავს და დაარბიეს მონასტერი და ესე იგი 30 მონაზონი იყო, ზოგიერთი გააუპატიურეს ეს დედები, რომლებიც შეიშალენ ჭკუიდან და ზოგისად გაიქცა და ზოგისად და დანარჩენები დახოცეს და ამის შემდეგ უკვე ქალები ვეღარ ბედავდნენ აქ ცხოვრებას, ანუ დედათა მონასტერი ვეღარ გააგრძელა დედათა მონასტერის ამბები და მეც გამიკვირდაო ეს ვასილიკი წერს, გამიკვირდაო, იმიტომ რომ მეც ესე ვიცოდი რომ მამათა მონასტერი იყო და ერთხელაც როდესაც პახუმი მოვიდა ჩვენთან სახლში სტუმრად ამ ვასილიკისთან ისე უთხრა რომ მამა პახუმიო აი რაღაც ეგეთი სიზმარი ვნახეო ხო არ გაგიგიათ რამეო რომ თურმე აქ ჯერ დედათა მონასტერი ყოფილაო და ამან ესე იგი პირჯვარი გადაიწერა ამ პახუმიმ და უთხრა რომ აი მოუყვა უკვე შემდეგ ამის შემდეგ ეს სიზმარი რომ მეც ვნახე ეს სიზმარი ოღონდ მე არ მჯეროდა ამ სიზმრის და ეხლა რადგან შენც ნახე მოდი მოვილაპარაკოთ რომ ჩვენ ამის შესახებ ჯერჯერობით არავის არაფერს ვეტყვი და თუ ეს ნამდვილი ამბავია კიდევ გამოჩნდება და კიდევ იქნება რაღაცა ნიშანი აი ესეთი რაღაცა უთხრა ამ ზაქარიამ არა უკაცრავად პახუმი და გავიდა რამდენიმე დღე და იღუმენია ოლიმპია დაესიზმრა უკვე შემდეგ სხვა ადამიანს მისი სახელი არის ზაქარია პაფლიოტისი ზაქარია პაფლიოტისი ეს ამას უკვე გვიყვება ეს ვასილიკი ნუ უკვე თანდათანობით ხდება ცნობილი ეს ამბები რა
და მოკლედ ეს არის ჯერ როცა ეს დაესიზმრა 17 წლის მორჩილი იყო და მე უკვე ბერად აღიკვეცა და საეკლესიო ცხოვრებას სვა ბოლომდე შეუდგა. მოკლედ აი ამ ზაქარიას დაესიზმრა ესე იგი რომ აჩვენა ამ ოლიმპიამ აჩვენა მონასტერი როგორი იყო თავის დროზე და ესე უთხრა რომ მე ვარ მონაზონი ოლიმპია და ეს მე კიდე ყვება და მე მოგიყვებით კიდე მოკლედ აჩვენა თავისი ჯვარი სამკერდე ჯვარი ოლიმპიამ და უთხრა რომ ეს ჩემი ჯვარია და ამ ჯვრის ისტორიას მოგიყვები და ეს ჯვარი არ დაკარგულა ჩემი ჯვარი და შენ ამ ჯვარს იხილავ ესე უთხრა და ახლა უკვე 1961 წელია გრძელდება ახლა ეს სიზმრები და ისევ ამ ზაქარიას პირდაპირ რიცხვები არის მითითებული 13 თებერვალი 1961 წლის 13 თებერვალი და ეს სიზმრა და მოუყვა თავისი ისტორია მე წარმოშობით პელოპონესიდან ვარ ოლიმპია უყვება ამას 10 წლისად დავობლდი ჩემო ნათესავებმა კარის დედათა მონასტერში გამიგზავნეს სადაც იქ იყო იღუმენია ჩემი დეიდა დოროთეა ერქვა სახელად დეიდას დოროთეა 19 წლის აღვიკვეცე და 25 წლის ასაკში გავხდი იღუმენია და 30-ნი ვიყავით დედები. და აი 11 მაისს 1235 წლის 11 მაისს თავს დაგვესხენეს მეკობრეები. რაღაც ზოგიერთი მონაზონი ესე იგი ეს პატევა გავპატიურეს და ესენი გონება აერიათ ამ საწყალ მონაზვნებს და ზოგი საით გაიქცა და ზოგი საით და მე და ერთ-ერთი ასაკოვანი მონაზონი ეს ოლიმპია ყვება ეხა ეფროსინია ჩვენ ყველაზე სასტიკად გვაწამეს მე და ეფროსინია ხეზე ჩამოკიდეს და ცოცხლად დაწვეს და მე თავიდან ცეცხლებით მწვავდნენ და შემდეგ აი ესე იგი როგორ ეხა მეგიყვებით როგორ იყო და როგორი იპოვეს შემდეგ მოკლედ რაღაცა კარი ჩამოხსნეს საიდანაც კარის დაფა აიღეს კარი მოხსნეს და აი ამ კარზე დააწვინეს და დააჭედეს ლურსმებით და შემდეგ გაცხელებული აი ეს როგორც არმატურა ანუ წვრილი რკინის ჯოხები ესენი ჩამარჭვეს ყურებში გამიყარეს და ასეთნაირად აღვესრულე 11 მაისს 1235 წლის და შემდეგ ქრისტიანებმა მიპოვეს აი ამ კარის დაფაზე ესე იგი ამ კარებზე დაჭედებული და ესევე დამასაფლავეს ამ კარებთან ერთად და ეს დაცარიელდა შემდეგ ეს მონასტერი დაცარიელდა რადგან აი ესეთი ბევრი გამოცხადება იყო და კიდევ აი ამ გამოცხადებებში ესე იგი ადგილს უცითებდნენ ესე იგი ამათ 1961 წელს გათხრები დაიწყეს აღმოაჩინეს ჯერ ამ რაფაელის არქიმანდრიტი რაფაელის წმინდა ნაწილები მაგრამ ხო გემთეხა მე ამ დეტალებს აღარ ყვები და შემდეგ შეჩერდა ეს გათხრები იმიტომ რომ ზამთარი მოვიდა აცივდა და 1962 წლის გაზაფხულზე აპრილში განაახლეს აი ეს გათხრები და ეხა შემდეგი გამოცხადება აი ამ გათხრები მიმდინარეობს და ახლა ვიცით იქ ბევრი სახელია დასახელებული ვის დაესიზმრნენ და რაღაცა მაგრამ მე მხოლოდ რამდენიმე სახელს გეტყვით ერთ-ერთი არის კოსტას კანელოს ეს არის მეთევზე მებადურია რომელიც აი ამ გათხრებში მუშაობს დაქირავებულია როგორც გამუშა და მოკლედ აი ამას გამოეცხადა ქონდა შემდეგი გამოცხადება ქონდა მოკლედ ამ კოსტას ეს უკვე 1962 წლის გაზაფხულზე მას გამოეცხადა მონაზონი რომელიც მიწაში იწვა უბრალოდ მიწაზე იწვა სიზმარში ხედავს წერს და ხელებს გულზე გადაჯვარადინებული და დაინახა რომ ქალი წევს
სიზმარში ხდება, ისევ კიდევ ერთხელ გეუბნები და ეს კოსტასი მივიდა, დაიხარა და ხელი მოკიდა ხელზე. და ამან ეს ხელი მიაწოდა თავისი ხელი და წამოდგა. ნუ ეხა ის იმან რა იცის მკვდარია თუ ცოცხალია თუ რაღაც. მოკლედ წევს ვიღაც ხალი წევს მიწაზე და წამოაყენა, წამოდგა და ეუნება ეხა ეს ქალბატონი, ეუნება რომ კოსტას რა შემიძლია მე რომ შენთვის გავაკეთო, აი რითი დაგეხმარო. და ეს კოსტას ეუნება თუ შეგიძლია გვაჩვენ ვეძებთ ღვთისმშობლის ხატს, რომელიც ამ მონასტერში ინახებოდა და რომელიც არის სასწაულს მოქმედი და არის დაკარგული. თუ შეიძლება გვაჩვენე, სად არის ეს ხატი? სად არის მიწაში ეს ხატი დამარხული? ეს კოსტას ეუნება სიზმარში. და ამან მიიყვანა და უთხრა, აი, სადაც მე ვიწექი, დაანახა ისე კიდევ ერთხელაც ადგილი, აი ამ ადგილზე მინდა რომ ფრთხილად გათხაროთ. აი ესეთი რამ უთხრა. ძალიან ფრთხილად გათხარეთ, ესე იგი ამ ადგილზე და გაქრა. ჯერ არაფერს არ ეუნება ეს ხალი. ეს ვინ იყო არ იცის ამ კოსტასმა და რომ გაიღვიძა და ნუ მოყვა ეს სიზმარი და ეუნებიან კოსტას იცი ეს ადგილი სადაც ეს ხალი იწვა და კი როგორ არ ვიცი მაჩვენა და ვიცი აბა არ ვიცი და მიიყვანა და დაადო ხელი პირდაპირ აი ამ ტაძრის ნანგრევებთან რა დაადო ხელი და დაიწყეს გათხრა და მართლაც როგორც კოსტასმა უთხრა, ნუ ძალიან ფრთხილად დაიწყეს გათხრა და 1 მეტრის სიღრმეზე. ზუსტად 1 მეტრის სიღრმეზე, ესე იგი გამოჩნდა უკვე სხეული. და რომ გათხარეს, ესე იგი საშუალო ზომის ჩონჩხი იპოვეს მთლიანად და აი ამ და ზუსტად ესე იპოვეს ესე იგი ჩონჩხი უხეში დიდი ლურსმები დაჭედებული ხის დაფაზე, ეს დაფა უკვე თითქმის გაღწნილი იყო, ამიტომ ადვილი იყო ამის განცალკევება და დაინახეს ასევე თავის ქალა და ფრთხილად რომ გადაწიეს, ნუ ხა მიწით არის, ხო, ეს მიწაშია. ესე იგი რაღაცა ხის ფესვები არის თავში გასული. ხის ფესვები ამ თავის ქალში, მაგრამ რომ ხა რკინა და ხე ესე მიწაში ამდენი ხნისნა ესა ძნელი გასარჩევია, მაგრამ რომ გაასუფთავეს, ნახეს რომ ხე კი არ არის, რომ ეს არის თავში ჩარჭობილი, ესე იგი დიდი ლურსმნები და მაშინვე მიხვდნენ ესენი, რომ აი ეს ახლა ხო ყველა მიცის აი ზაქარია პაფლიოტისის სიზმარი ყველა მიცის და ეს რომ თავში ჩაარჩეს და რაღაცა და იმ წუთში მიხვდნენ რომ ესე იგი ეს არის ზუსტად ოლიმპიას წმინდა სხეული. ნუ მიუხედავად ამისა, რა თქმა უნდა აცნობეს ესე იგი ეს ეკლესიას და მიტროპოლიტი, აი ამ ლესბოსის მიტროპოლიტი სასწრაფოდ ჩამოვიდა და მას ახლდა კიდე სტუმარ, ნუ იმ წუთშივე წამოვიდა, როგორც კი გაიგო და ალექსანდრე პაპადიმიტრიუ, ეს არის გამომცემელი იყო, ვიღაც ამ მიტროპოლიტის სტუმარი იყო და ეს ალექსანდრე პაპადიმიტრიუ მოკლედ ესწრებოდა ამ ამბავს. ეხლა რატო არის ამას მე ბოლოში მოგიყვებით? აი ამ პაპადიმიტრიუმ მოკლედ რომ ნახა ეს ყველაფერი, ნუ ეგ ორი აზრი აღარ არის რა, უკვე ეს ოლიმპიას საფლავია და ამ პაპადიმიტრიუმ, ნუ არ ვიცი, ძალიან თხოვა მიტროპოლიტს, რომ ერთი ლურსმანი მომეცი. თავში ჩარჭობილი 3 ლურსმიდან და მართლაც ამოიღეს და ამ ერთი ლურსმანი ამ პაპადიმიტრიუს გადასცეს და ამ ლურსმის ამბავს ბოლოში მოგიყვებით. და სხვა ლურსმები და ძვლები ესე იგი ბრძანა მიტროპოლიტმა რომ ეს უნდა გაასუფთავოთ, სათუთად უნდა შეინახოთ და დაველოდოთ კიდე, იმიტომ რომ უკვე ელოდებიან, ესე იგი აი ამ გამოცხადებებს და კიდე უნდა იყოს რაღაც გამოცხადება, რომ ყველაფერი აი სანამ ზუსტად არ იქნება, რა თქმა უნდა, ეს ამბები არ შეავსებს ერთმანეთს ეს სხვადასხვა სიზმრები, რა თქმა უნდა, ეკლესია არ იჩქარებს თავის დასკვნის გაკეთებას, რომელიც გაკეთდა და წმინდანებად შეირაცხენ ესენი ყველანი, მაგრამ აი ელოდებიან ჯერჯერობით. და შემდეგ
შემდეგი გამოცხადება იყო, აი ამ ღამეს, როცა მიტროპოლიტმა ნახა და ამათ უთხრა, რომ შეინახეთ, ანფულა, იგვარებიც არის დასახელებული, უბრალოდ აღარ მომბობ. და გამოეცხადა ამ ანფულას ამათი თანასოფლელია. ეს ანფულა და გამოეცხადა წმინდა რაფაელი, რომელსაც ხელში უჭირავს თავის ქალა, სიზმარში. და ანფულა ეუბნება, წმინდა რაფაელ, ვისი წმინდა ნაწილებია ეს? და ეს არის იღუმენია ოლიმპიას წმინდა ნაწილები, რაფაელი ეუბნება სიზმარში. და ეს არის დიდმოწამე. როგორც მე, ეს რაფაელის დიდმოწამე. და მეორე დღეს უკვე ანფულამ მიტროპოლიტს მოუყვა ეს ამბავი და ასევე კიდე ორი გამოცხადება იყო იმ ღამეს სხვადასხვა ადამიანებს დაესიზმრათ და დაესიზმრათ თვითონ ოლიმპია შემდეგ ღამეს უფრო სწორედ და რომ ესე იგი ისევ ერთხელ ეს ამბავი მოუყვა რომ ამ მეკობრეებმა გამაშიშვლეს დამაჭედეს ამ ხის დაფაზე და აი თქვენ რომელიც იპოვეთ იმ ლურსმებით რომელიც თქვენ იპოვეთ და ესე იგი აუტანელი ტკივილი იყო ეს ახლა ცოცხალ ადამიანს ლურსმებით დააჭედებ წარმოიდგინე და შემდეგ თავში გახურებული ეს რკინის ლურსმები თუ რაღაც ჯოხები ჩამორჭვეს და ორწმუნეებმა როგორც მიიპოვეს ჩემი სხეული ისევე დამარხეს რა ამ ხეზე აღარ უცდიათ ესე იგი ამ დაფიდან ამოძრობა ამ ლურსმების იმიტომ რომ როდესაც დააპირეს ნუ აი ხორცის ნაგლეჯები მოყვებოდა ამას და ამიტომ აღარ და შემდეგ ეს ხის დაფა დალპა ეს ოლიმპია უყვება ამას სიზმარში დალპა და ამიტომ თქვენ შეგჭათ ხელში ჩემი ჩხიდა ეს ლურსმები და ეხლა ისევ აგრძელებს ესე იგი თავის მოთხრობას უკვე ესე იგი უკვე ეს ქალბატონი ვასილიკი რომელმაც ეს წიგნი დაწერა ეს ყვება რომ ეხლა ჩვენ ამ ვასილიკის ხელში აღმოჩნდა მოკლედ ეს წმინდა ნაწილები და წამოიღეს ესე იგი ეს წმინდა ნაწილები მარიამი არის ქალბატონი და კიდევ მეორე მარიამი არის ამ ვასილიკის დეიდა. ხო და ამანდა ამ პირველმა მარიამმა ხო გეუბნებით ამ გვარებს აღარ ვასახელებ, იმიტომ რომ რთული ბერძნული გვარებია და მოკლედ ამ მარიამ ორმა ადამიანმა მოკლედ ვასილიკიმ და მარიამმა წაიღეს ვასილიკის დეიდის სახლში. ვასილიკის დეიდა ესე იგი ცხოვრობდა ვასილიკის ოჯახში. და ეს სახლი იყო ისეთი ცარელი სახლია რა ცარელი სახლი არავინ არ ცხოვრობს მოკლედ ამ სახლში და ამიტომ წაიღეს იქ რომ იქ უფრო მშვიდად მშვიდ ვითარებაში მოკლედ უნდა გაირეცხოს ახლა ესეთი წესია რა წესია რომ ძვლები უნდა გაირეცხოს ეს მიწა უნდა ჩამიშორდეს და ესე იგი მშვიდად და წყნარად მოკლედ აი ამ სახლში დაიწყეს დარეცხეს ეს ძვლები ამათმა და არა მარტო დარეცხეს მშვიდად, არამედ ყოველგვარი გარეშე, რა ქვია, შიშის გარეშე ეს დააწყვეს ჯერ გასაშრობად შეიძლება იქ დაწყობა და დატოვება და გაიტანეს ვერანდაზე მზეში და დადეს რომ გამომშრალიყო ეს. გამომშრალიყო და ეს ვასილიკი ამ დარეცხილ ძვლებთან და ამ ლურსმებთან ესე იგი ზის თვითონ დაუყურებს, ნუ იმიტომ რომ რა გითხრათ ამ წმინდა ნაწილებთან შეხება ძალიან ისეთი რა გითხრათ რაღაც მათრობელაა თუ აი ძალიან ისეთი ზემოქმედება აქვს ამას ისეთი ზემოქმედება აქვს აი ხა ჩვენ აქ ვიმყოფებით აი ამ უამრავ წმინდა ნაწილ ის გარემოცვაში და მინდა გითხრათ რომ აი ვინც მოდის აქ მორწმუნე თუ ურწმუნო სხვათა შორის და სხვადასხვა ეროვნების და სხვადასხვა აღსარებულობის ხალხი შემოდის აქ და იცით ერთი შტაბეშტილება ყველას რომ ძალიან მოქმედებს აი აქ რომ შემოდიხარ ამ ოთახში აი ეს ამდენი წმინდა ნაწილი და აღარ ეს ხა მთელი სხეული უდევს და რასაც ის ვასილიკი რომ
რაღაცა ცოტათი ის მომერიაო რაღაც თვლემა თუ რაღაცა მივხვდი რომ დამემძიმდა თავი ცოტათი და გავედი და საძინებელ ოთახში ცოტათი ვიფიქრე წამოწვევი და იმ წუთასვე ჩამეძინა და როგორც კი დავეძინე იმ წუთშივე კიდევ ერთხელ გამოეცხადა ეს ოლიმპია. გამოეცხადა ეს ოლიმპია და ეუნება რომ ვასილიკიო რო იცოდე როგორ საშინლად მაწამესო აი ამ მეკობრეებმა შენი გული ამასო ვერ გაუძლებდა და ნუ აი პირდაპირ იმუშავდა ნუ გული გაგისკდებოდა რა გაგიჩერდებოდა გული რო კენახო და დიდი მადლობა ის ჩემი ძვლები რომ ესე დაასუფთავე და დაარეცხა და მე მივხვდი ვასილიკი წერს სიზმარში მივხვდა რომ ეს იყო ოლიმპია და მე გადავეხვი სიზმარში ამ ოლიმპიას გადავეხვი ჩავეხუტეო და ტირილი დავიწყეო და ოლიმპიაც გადამეხვიაო და ოლიმპიაც გადამეხვიაო და ჩამეხუტო და ესე გამეღვიძო რომ გავიღვიძე ესე იგი ეს ნახა სიზმარში და რომ გავიღვიძე მთელი სხეული მიკანკალებდა და საშინელი ფიზიკური ტკივილები მქონდა სხეულში ეს ვასილიკი წერს და ესეთი სევდიანი ძალიან ლამაზი იყო სახელმწიფო და ეს სევდიანი სახე და მისი სევდიანია ეს რაღაც გამომეტყველება თუ რაღაცა მთელი ცხოვრება აღმებეჭდაო რა ცნობიერებაში და შემდეგ ისე ამას ამ ზაქარია პაფლიოტის რომელიც შემდეგ აღიკვეცა ეს ისევ ეს ვასილიკი წერს რომ აღიკვეცა დღეს უკვე რო წერს ამას უკვე დღეს უკვე ბერია და თეოფილაქტე ქვია სახელად და აი ვასილიკის ეცხადებოდა უკვე მე დიდხანს და დეტალურად მოუყვა თავისი ცხოვრება და აი კიდევ ერთხელ მოგიყვებით ამ რა მოუყვა ამ ზაქარიას რომ მისი მამა წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებულის ტაძარში ეს რომ მოგახსენეთ პელოპონესზე ცხოვრობდნენ პატრა არის ქალაქი პატრა იმიტომ რომ პატრაში დასაჯეს ანდრია პირველწოდებული გააკრეს ჯვარზე და აი პატრაში წმინდა ანდრიას ტაძარში მსახურობდა მამამისი დედა ესე იგი კონსტანტინოპოლიდან იყო წარმოშობით იქ დაიბადა ისიც გდლის ოჯახში ცხოვრობდა ეს უკვე ამ ზაქარიას უყვება ოლიმპია და ჩემი დედა მოკლედ დაიბადა კონსტანტინოპოლში დედას ყავდა სამი და და ერთი ძმა იყო არქიმანდრიტი და ერთი და დედის და მოკლედ დოროთეა აღიკვეცა და აი კარის მონასტერში კარის მთაზე და შემდეგ უკვე იღუმენია გახდა და როდესაც მე 10 წლის ასაკში დავობლდი ბუნებრივია რომ ორივე მშობელი გარდაეცვალა ოლიმპიას და გააგზავნეს ბუნებრივია რომ გააგზავნეს აი ამ დეიდასთან ახსოვსდელად და მე უკვე რამდენიმე 9 წლის შემდეგ მონაზვნად აღიკვეცა და კიდევ 6 წლის შემდეგ გახდა იღუმენია როდესაც დეიდა გარდაიცვალა და კიდევ ერთხელ არის მოთხრობილი როგორ აწამეს ესენი და კიდევ ერთი დეტალია დამატებული აი ხა მონათხრობში კიდევ ერთხელ ყვება ეს როგორ ჩანს ისეთი სტაბილიზება მოახდინა რომ აი რამდენჯერმე ყოველ გამოცხადებას ყვება ეს ვასილიკი და აი ხა იქ ნახეთ არის ერთი ძალიან საინტერესო ამბავი მოკლედ ეს რომ გააშიშვლეს და რომ აწამეს და რაღაცა ერთ-ერთმა მეკობრემ
ერთ-ერთმა მეკობრემ სამკერდე ჯვარი მოხსნა ამას. ოლიმპიას მოხსნა სამკერდე ჯვარი და გაიკეთა თვითონ ეს სამკერდე ჯვარი. გაიკეთა თვითონ და ესე იგი დაარბიეს ეს მონასტერი და ესენი წავიდნენ და ესენი რომ წავიდნენ მოკლედ გემით გაემგზავრნენ ამ კუნძულ ლესბოსიდან და საშინელი ქარიშხალი ამოვარდა და ეს გემი დაიმსხვრა და ჩაიძირა და ესენი ყველანი დაიხოცენ. გადარჩა მარტო ეს ერთი მეკობრე, რომელმაც ოლიმპიაში ჯვარი გაიკეთა კისერზე. გაცურა, ცურვით გამოვიდა, რამდენიმე ცურა, ბევრი ალბათ რაღაცა და რომელიღაც კუნძულზე მოხვდა და გამოაღწია რა მოკლედ. გამოაღწია და ძალიან რომ მიხვდა ესე იგი რომ მიხვდა რომ ეს ერთადერთი მეკობრე გადარჩა და ეს რომ მიხვდა რომ ჯვარმა გადაარჩინა ესე იგი ძალიან შეინანა თავის აქციელი და სადღაც რომელიღაც მონასტერში წავიდა ერთ-ერთ მონასტერში და 40 წელი იღვაწა მონასტერში და 40 წელი იცხოვრა და შემდეგ ესე იგი რომ იგრძნო უკვე სიკვდილის მოახლოვება წავიდა ამ კარეის მთაზე ამათ მიერ დარბეულ მონასტერში და იქ 40 დღე გაატარა. მარტო ბალახებით, ფესვებით რაღაცით იკვებებოდა, ამას უკვე ბერული ცხოვრების გამოცდილება ჰქონდა და აქ იპოვეს გარდაცვლილი სხვა განდეგილმა ბერებმა, რომლებიც შორი ახლოს ცხოვრობდნენ და დაასაფლავეს და ჯვარიც განუშორებლად სულ კერძე ატარებდა ეს ამ ჯვარს. და ეს ამ ზაქარიას ეუბნებაში, ზაქარიას უკვე ბერს თუ არა, ჯერ კიდევ მორჩილს უყვება ამას, რომ ზაქარია ეს ჯვარი გამოჩნდება და შენ ამ ჯვარს უნდა ემთხვიო და აი ეს მოკლედ ამ ჯვარს რაღაცნაირად აბარებს ამას. და მოკლედ ფაქტიურად ოლიმპიამ ასეთნაირად დაასრულა თავისი მოთხრობა და ეხლა არის კიდევ ერთი ამბავი, რაც უკვე გითხარით მე თქვენ, რა მოხდა შემდეგ, ეხლა უკვე თვითონ ეს ვასილი გიყვება, რომ მას შემდეგ, როდესაც ამ ალექსანდრე პაპადიმიტრიუ გამომცემელმა თუ რაღაც ესე იგი ამან წამოიღო ეს ერთი ლურსმანი, რომელიც ძალიან ითხოვა. ესე იგი თავის მეუღლეს მიაბარა მარიამს და მარიამამ დიდი სასოებით ეს ლურსმანი მოათავსა თავის ოთახში ხატების კუთხეში. და ესეთ რამეს ყვება, რომ ერთხელაც ხედავს, რომ რაღაცა წვეთები აქვს, ზეთის წვეთები აქვს და სურნელება აქვს, რაღაც არაჩვეულებრივი სუნი აქვს და მე ვიფიქრეო, რომ ალბათ კანდელიდან და ეს შეხება ეს წვეთები და სუნი კი ალბათ საკმაული სუნია, იმიტომ რომ ოთახში აკმევდა ეს. გაწმინდა მოკლედ ეს კარგად და დადო და რაღაც დრო გავიდა და ისევ დაინახა, რომ ისევ დაცვარულია და ისევ ესე იგი ეს სურნელება და მათთან იყო სტუმრად ერთ-ერთი იმის მამა ეფრემი, ოღონდ ვერ გეტყვით ახლა ეს რომელი მამა ეფრემი ათონის ფრიდან. არ ვიცი ეს რომელი ეფრემი არის, ხა დაზუსტებული არ არის და მოკლედ ამ მამა ეფრემს მოუყვა ამ ვურსუნის შესახებ. და მამა ეფრემზე ამან ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და უთხრა მარიამ მომეცი ეს ლურსმანი მათხოვე, იმიტომ რომ ჩემი და არის ძალიან ცუდად, შეიძლება დაბრმავდეს. და საოპერაციოში ეხა უნდა შეიყვანონ მალე საავადმყოფოში წევს, საოპერაციოში შეიყვანონ და თვალის ოპერაცია უნდა გაუკეთონ, რომ დაარჩენ რამდენად წარმატებული იქნება ეს და თუ ეს მართლა მირონია და არა კანდელის ზეთი, მაშინ ის აუცილებლად განიკურნება. ეს ეფრემეუნება და რა თქმა უნდა მარიამმა მიცა ეს ლურსმანი, სასწრაფოდ წავიდა საავადმყოფოში და მიადო ამ თავის და მიადო ეს ლურსმანი თვალებს. ესე იგი ოპერაცია აღარ დაჭირდა, იმ წუთშივე განიკურნა. მოკლედ რა ვიცი აი თუ სხვა თვალით შეხედავთ, ბევრია ესეთი ისტორია, ხო, ესეთი მოწამეობრივი აღსრულების.
არბევენ და ხოცავენ ამ ქრისტიანებს კი არის ესეთი ისტორიები, მაგრამ აი ეს რაც ხა მოგიყევით. და კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა, რომ აი ამ გამოცხადებების საფუძველზე უკვე საბერძნეთის ეკლესიამ მიიღო ეს გადაწყვეტილება და ესენი შერაცხავადანი წმინდანება და მათ შორის იღუმენია ოლიმპია. ნუ ეს არის ახალი ხატი, ახალი შექმნილი ბერძნული ხატია. აი როგორ არის ნახეთ ეს ეფროსინია, ხეზე რო კიდია და ცეცხლი რო უკიდია და გვერდზე აი ეს კარებზე დაჭედებული არის სწორედ იღუმენია ოლიმპია. და ეს გვერდზე რო ბერია, ესე იგი ბერის ტანსაცმელში ეს არის აი ვინც მისი ჯვარი გაიკეთა კისერზე. და ეხლა გაჩვენებთ საკმაოდ შეიძლება ითქვას თო ესეთი ხელშესახები ფრაგმენტი გვაქვს აი ამ წმინდა ოლიმპიაზე, აი ესეთი. აი ესეთი. და შეგვეციოს წმინდა ოლიმპიას მადლი. ნუ მე კი შემდეგი წმინდანის შესახებ უნდა მოგიყვეთ, კიდევ ერთი წმინდანი გვყავს. ეს არის უკვე 11 აპრილი. 11 აპრილი ნამცეცი, აი ნამცეცი პატარა გაჩვენებთ. ეს მარტინიანუსის ნამცეცი გვაქვს. ეს არის ნუ ისევის აი ამ ასობგერა ც თუ კ ლათინური c ესე იწერება, ცეზარი თუ კეისარი, აი რაღაცა ეს და ნუ ამას პროკესუსი ესე წერენ, იმიტომ რომ პროცესუსი ქვია სინამდვილეში და არ ვიცი ხა რატო უხერხული ამ სიტყვის თქმა, მაგრამ ნუ პროცესუსი ქვია რა. ანუ პროკესუსი. მოკლედ ორი მოწამე არის, რომაელი მოწამეები არიან. 11 აპრილს არის საეკლესიო კალენდრის მათიხსენება 64-68 წლებში მოხდა ნერონის დროს მოხდა მათი მოწამეობრივი აღსრულება და ესე იგი წყარო პირველ წყარო ესე იგი ეყრდნობა ესე იგი ეს არის მე-6 საუკუნის ვრცელი აღწერილობა ამათი მოწამეობის რომელიც ეყრდნობა მე-4-მე-5 საუკუნეების პეტრეს მოწამეობას, ესე ქვია პეტრეს მოწამეობა, პეტრეს ვნებები, რომელიც ითვლება აპოკრიფად, ნუ მიღებულია, შეწყნარებული აპოკრიფია, მაგრამ მისი ავთენტურობა არ დასტურდება და უფრო მეტად კი არის გადმოცემით, მისი ავტორი არის რომის პაპი ლინუსი, რომელიც გვისაუბრია ჩვენ ლინუსზე, რომელიც პეტრე მოციქულის შემდეგ იყო რომის პაპი. აი ამ წყაროებს ეყრდნობა ეს. და აი ამ ლინუსის მიერ პეტრეს აღწერილ პეტრეს მარტვილობაში არის ნახსენები სწორედ ეს პროცესუსი და მარტინიანუსი. ეხლა რაშია საქმე, რაღაც საინტერესო ამბავია, ეს ძალიან შთამბეჭდავი, მოკლე ძალიან ცოტა რამ ვიცით. ესენი იყვნენ ზედამხედველები იყვნენ მამერტინის ციხეში, რომელიც ჩვენ არაერთხელ გვიხსენებია, ეს არის როგორც ახსოვს მე-7 საუკუნე ძველი წელთაღრიცხვის ქრისტეს შობამდე იქიდან დაარსებული ციხეა რომში. ეს მამერტინის ციხე, რომელშიც ყველაზე საშინელი დამნაშავეები მიყავდათ, ნუ სასტიკი ციხეა რაღაცნაირი, ვერ გაიქცევი და რაღაცა და მოკლედ აქ დაამწყვდიეს პეტრეც და პავლეც მოციქულები. აქ ყავდათ დაამწყვდეული, რომელიც რა თქმა უნდა, ესე იგი ხადაგებდნენ და ესენი ეს პროცესუსი და მარტინიანუსი, ესე იგი იყვნენ ზედამხედველები, მათ ებარათ პეტრეს და პავლეც და იმდენიმე მათი ხადაგება ისმინეს, სასწაულები ნახეს, რაღაცა რომ მოექცნენ ესენი ორივენი მოექცნენ და კიდევ ერთი ადგილი უნდა დავასახელო, ეს არის ტარპეისის კლდეა, ესეც გვიხსენებია ჩვენ, ეს არის აი მამერტინის ციხესთან ახლოს, როგორი რომშია პირდაპირ და მაღალი, ხა ძალიან მაღალი არ არის, მაგრამ კლდე არის, დიდი მაღალი კლდე არის, საიდანაც დამნაშავეებს აგდებდნენ ხოლმე ძირს და ესე ხოცავდნენ, ხო და აი ამ ტარპეის კლდიდან ეს კაპიტოლიუმის სამხრეთით არის რომში და პეტრე მოციქულმა გადასახა ჯვარი და ხშირად ამიტომ როგორც მეორე მოსე ისე გამოიხატება პეტრე და გადამოვიდა წყალი და აი ამ წყალში მოინათლენ ესენი ეს პროცესუსი და მარტინიანუსი და ნუ ამის შემდეგ
ამის შემდეგ ამათმა ეს პეტრე და პავლე გაათავისუფლეს, ციხიდან გამოვშვეს. რა თქმა უნდა, ამისთვის ახლა ეს რომის ხელმძღვანელობა და იმპერატორი ნერონამდე მივიდა ეს ამბავი, კარგს არაფერს ესე იგი ელოდნენ აქედან და მოკლედ გაუშვეს. და ეხლა მივოდექით ერთ საინტერესო ამბავს, ესეც აპოკრიფია, სახარებაში ეს არ არის, მაგრამ ძალიან ცნობილი ამბავია რა, რომ ესე იგი პეტრე მოციქული რომ მიდის ამ დროს მოხდა ეს აი ციხიდან რომ გაუშვეს ამ პროცესუსმა და მარტინიანუსმა რომ გადის ქალაქიდან, ხედავს რომ ქრისტე მოდის რომში. და პეტრე ეკითხება ამ ცნობილ ფრაზას. ვიდრე ხვალ, ან სად მიდიხარ? Quo vadis, ეს არის ლათინურად, ძალიან ცნობილი ფრაზაა. ამაზე რომანია დაწერილი სენკევიჩი, ესეთი ავტორია, და ცნობილი რომანი არის და პეტრე პასუხობს, რომ სად მიდიხარ, რომში ბრუნდებიო, რომ ჯვარზე გავეკრავ. მაცხოვარი ეუბნება პეტრეს. და პეტრე მიხვდა, რომ ეს არის იმ სიტყვების იმ წინასწარმეტყველების აღსრულება, რაც უფალმა უთხრა აღდგომის შემდეგ, რომ გამოეცხადა, რომ სანამ ახალგაზრდა იყავი, შენ ნებაზე დადიოდეო და როდესაც ასაკში შეყავდო, შეგიკრავენ ხელებსო და უკვე შენ ნებაზე აყარებდი და სადაც გეტყვიანო და მიხვდება ეს პეტრე და მობრუნდება და მივოდა მოკლედ ისევ ციხეში ჩაჯდება და ამის შემდეგ არის რომ პეტრეს გააკრავენ ჯვარზე. პავლინი არის, პავლინუსი, ესე იგი ეს ქალაქის მმართველი, ვისაც მოახსენეს, რომ აი ესე პროცესუსმა და მარტინიანუსმა გააუშვეს ესენი პეტრე და პავლე გაათავისუფლეს და დაიბარა, დაუწყო ესე იგი დარწმუნება იმაში, რომ ის არა ქვია, რომ უარი უნდა თქვან ქრისტიანობაზე, რა თქმა უნდა ესეთი შთაბეჭდილების ქვეშ არიან როგორი თქვენოებს და გამოუტანეს წინ ესე იგი იუპიტერის ოქროს კერპი ხანდაკევა დაუდგეს რა შეხედეთ ეს არის მერტი და ამათმა იცინეს რა ამის თანაყვაზე და ეს არის უმრთიო და ფურთხება დაუწყეს ამას ეხლა ამას მინაპატიებდა ხო და საშინლად ცემეს და დაუწყეს ესე იგი ეს ამოწვა და დაწვა და ყველაფერი და ეს რკინის ჯოხებიც ემოდა და ესე იგი გმირულად იტანდნენ მოკლედ ამას ყველაფერს რა თქმა უნდა უფლის დახმარებით და კიდევ ერთი ქალბატონი აქვს ნახსენები მატრონა ლუცინა რომელიც ამათ ამხნევებდა და მერე ესე იგი ეს პავლინი ამ წამების დროს ცალით-თვალით დაბრმავდა და ესო ამათი ჯადოქრობა იქნებოდა და ამიტომ არ მოკლეს მაშინვე და ციხეში ჩასვეს მაგრამ სადაც ეს ლუცინა ასევე ულიდა ამათ მაგრამ მალე გარდაიცვალა სამ დღეში ეს პავლინი და ეს ამბავი მისმა შვილმა პომპიანუსმა ესე იგი ნერონს მოახსენა რა ნერონს ახლა ნერონია თუ არ რაღაცას ისასტიკეს თუ არის ამს და სასწრაფოდ ბრძანა ესე იგი ჯადოქრობაში დაადანაშაულა ეს პროცესუსი და მარტინიანუსი და მოკლედ სიკვდილით დასაჯეს და ლუცინა ისინი დაამარხა სან მარტინიან ესე იგი ამ წმინდა მარტინიანის ტაძარი არის აიმონტე ანთაზე რომში მერვე საუკუნის ტაძარია და აიქ არის წმინდა პეტრე ოღონდ ისე არის ახლა ეს რომ ვერ გეტყვით რომელი პეტრესაც კი ვერ გეტყვით რომელია პეტრე მარტინიანუსი და პროცესუსი აი ესეთი ფრესკა არსებობს უძველესი და ალბათ მათ გამოსახულებასაც ამის მიხედვით და ბოლოს უნდა გაჩვენოთ აი ნახეთ პატარა ამ ცეცხლის ანაწილია უცრავად აი ნამცეცი აი ყველაზე პატარა ზომის ანაწილი ეს არის და შიგნით არის ეს ნამცეცი აი მარტინიანუსი და მე კი დღეს ამითი საუბარს დავასრულებ და
და შეგახსენებთ, რომ ჩვენ დღეს გვაქვს შაბათი 25 აპრილია დღეს და საეკლესიო კალენდრით 12 აპრილი ჩვენი პატრიარქის მე-40 დღეარი გარდაცვალებიდან და შეგვეციოს მისი მადლი. შემდეგ ვისაუბრეთ ადრე წმინდა ისააკ ასურის პოლეტელი და წმინდა იულიუსი რომის პაპი, ეს არის 62 საუბარი და დღეს კი მოგიყევით მე თქვენ 9 აპრილის წმინდანი იღუმენია ოლიმპიას შესახებ ღირსმოწამე ლესბოსიდან და პროცესუსი და მარტინიანუსი რომაელები ეს არის 11 აპრილის წმინდანები და მე კი დღეს ამითი დაგემშვიდობებით ღმერთმა დაგვოცოთ ქრისტე აღდგა ქრისტე აღდგა ქრისტე აღდგა